რუსთავში თვითმმართველობის რეფორმის კანონპროექტი განიხილეს. კანონპროექტის პრეზენტაციას ამოქალაქო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარუდგინა. რეფორმა სხვადასხვა ცვლილებასთან ერთად თვითმმართველი ქალაქის რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს. კანონის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა ქალაქის მერს და გამგებელს პირდაპირი წესით აერჩევს. ცვლილება გუბერნატორის ინსტიტუტსაც ეხება. შეხვედრას რუსთავის თვითმმართველობის პირველი პირები დაესწრნენ. კანონპროექტი ითვალისწინებს თვითმმართველობასთან დაკავშირებით ძალიან მრავალ ასპექტს, მათ შორის თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და ეტაპობრივად რამდენიმე წლის განმავლობაში საერთო ტერიტორიულ ოპტიმიზაციას, ითვალისწინებს პირდაპირ არჩევითობას ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მერისა და გამგებლების, ითვალისწინებს კომპეტენციების კაფეო გამიჯვნას, შემოტანილია დასახლებებში საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირება, რომელიც უნდა იყოს ერთგვარი შუამავალი მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტებს შორის. და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაცია სჭირდება რეგიონულ დონეზეც გარკვეული ფუნქციების გადაცემა და რეგიონულ დონეზეც სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორის